გამარჯობა. დაჯენა და დასკამდი. ვაი, დავჯექი ხალხებო. ვაი მე მცხელა ერთი წუთი. გამარჯობა ხალხ, როგორ ახართ? პირველ რიგში როგორ ახართ? ეხლა მე გავემზადე, გამოვირთე, მოვიპრანწყე და გასასვლელად ვემზადებოდი. გამარჯობა ხო გითხარით რაც თავარია, ხო და? ვემზადები გასასვლელად და ჩემ ქმარს იდეა დაემართა. არა, მოუვიდა თავში იდეა, რომ ისაო, ნანა მოდიო ისა სიმღერას დავდებო და კაი დადემეთქი და ეხა ხვას არ იყებს, გაიგე, ხვას არ იყებს არც არ ამბობს და მე ვთხარ ეგ რას ანიშნავს რომ მე ვიდეო ჩავწერო იძულებით მეთქი და გაეცინა და რა ვიცი როგორც გინდა ეხა მე ხო ვიცი როგორც მინდაზე არ არის არა როგორც უნდა ხო და ეხა სანამ დავიწყებ და ბარემა ქავარ და ჩემ ამბავს შევუდგეთ გეტყვით რომ ჩემმა ქმარმა დადო სიმღერა სალდავინჩი ვისაც გიყვართ გადაბძანდით და ბოლო სიმღერა არის სალდავინჩი ხო დადო ხო იმღერა მანამდე ისა როსეტო კაფე ხო სალდავინჩი და ეხლა ახალი სიმღერა რამდენი ხანი ამზაფხოს რა რაღა ახალია ჩვენთვის არის ახალი ჩემი ქმრისთვის ხო და სასწრაფოდ მოუნდა და გააკეთა იმღერა ივარჯიშა და ჩაწერა და ეგ დადო ხო და ვისაც არ გეზარებათ მოусმინეთ შეუფასეთ, დაუკომენტარეთ, რა ვიცი როგორც გინდათ გაახარეთ, იმის თქმა მინდა. ეხლა სიმართლე თქვით, ნინოს მეტმა ნინო ვიცი და კიდე ვინი ფიქრეთ, რომ ინოჩეტებს სიმღერა დადო და ნანაც მოვაო. ნინო ვიცის ხოლმე, რომ ინოჩეტებს სიმღერა დადო და ეხლა ნანა მოვაო. იცით რატო გავიკეთე სათვალეებით? თმები რომ გავისწორო, იმიტომ გავიკეთე სათვალეები. ხო და ცხვრისახოცები რა ქვია, საფეთკები არ მომიტანე. ცხელა, არა, ის ხუთვა აღარ არის. ჩემმა ძმამა თქვა ესპანეთში ვიწვებითო და მე ჩვენ ეგრე არა, მაგრამ ეხლა ორ პირი რო დავკეტე იქით სამზარეულოს კარები და ორ პირი აღარ არის, ცოტა არ იყოს და მცხელა აქ. ეხლა რაც შეეხება მე სიმღერაზე ხო გითხარით? კიდე გავიმეორებ არ მეზარება, კი არ მიხდიან, არა რაღა არ მიხდიან იმას, რა ქვია რეკლამაში, ჩემი ქმარი არ მიხდის, მაგრამ მაინც ვიტყვი. ისა მოусმინეთ ტრიკარიკო ინოჩენტე. ხო, თუ არ დამავიწყდა დავწერ კომენტარებში, ავპინავ და თუ არა და ერთმანეთს მაინც ეხმარებით ხოლმე, ვინ შემეკითხება რომ როგორ ვიპოვო შენი ქმრის ისაო სიმღერებიო, თქვენ თვითონ ერთმანეთს პასუხობთ ხოლმე და მე მეხმარებით, მოკლედ რო თქვათ რა. ეხლა ხალხებო, წყალი კი მაქვს, ყინულებიანი. ვაიმე ეს რა არის? ეს ნაგავი მოვიდა, ნაგვის გადასახადი მოვიდა. ველოდებოდით, ვაიმე პომადა წაუსვი ფუშენი, როგორ მეჯავრება. ძალიან არ მიყვარს რორჩება ფინჯანზე თუნდაც სადმე რო ვარ სხვაგან ძალიან მეჯავრება რომ პომადა რჩება მაგრამ რას ვიზავთ კაი ნაგავი მოვიდა მეთქი ნაგვის გადასახადი წელიწადში ერთხელ მოდის მაგრამ მოყვება ქვითრები ანუ თუ ვისაც უნდა და სურვილი აქვს და ან შესაძლებლობა არ აქვს უჭრიან არ ვიცი რამდენი 3 თუ 4 სამ გადახდაზე ნაწილდება მგონი, არ ვიცი რა. ჩვენ ერთნაირად ვიხდით ხოლმე, იმიტომ რომ მაინც შენ ჯიბიდან მიდის და რა მნიშვნელობა აქვს, ხო და ეხლა მოვიდა 421 ევრო. სახლი და გარაჟი. გარაჟი არ ვიცი რამდენია 80 ევროა თუ რა არ ვიცი რა მოკლედ იმატებს ბოლო წლებია რა თქმა უნდა როგორც ყველაფერი ეგეც იმატებს. ხო და უკვე შეგუებულები ვართ მაგაზე. მოკლედ და კონკრეტულად მაგაზე აღარ იხეთქავს გულს ჩემი ქმარი. ხო, შენ ასაკეთებო თუ შემეკითხებით მე გულის ხეთქვაზე გამახსენდა. მეც ფულის ხარჯვაზე ვარ გადასული და მაგაზეც აღარ იხეთქავს ჩემი ქმარი გულს. მაგაზეც შეეჩვია. ხო გახსოვთ სულ იყო და ხო აი ხელებიდან ფული გასდისო. აღარ შეეჩვე. წყარად არის რა. მე კიდე მიდი გამდის წყალივით ხო, რა საყიდულებო, ეხლა დღეს სამშაბათი იყო, ხალხო 4 ხვა მივიყიდე.
დიდი ქვაბები მინდოდა, ერთი დიდი ვიყიდე, მერე მომცრო, მერე პატარა. ერთი ვიყიდე ისეთი, რომელიც ღუმელშიც შეგიძლია შედგა, იმიტომ რომ სახელურებით რკინის აქვს, მოკლედ. ხო და კიდე რაღაცები ვიყიდე, ეგ არ არის მთავარი, ეგ დიდი არაფერი არ არის. ინტერნეტით რომ ყიდულობ, ინტერნეტით, ეგ არის უბედურება. ეს არის ავადმყოფობა, გარყნა, თუ როგორ ვთქვა, არ ვიცი კიდე და მიჩვევა და რაღაცა. ეხლა ბოლოს წინ ხო გაჩვენეთ საყურეები. ეხლა სირცხვირით არ მოვიტან და არ გაჩვენებთ საყურეებს. 14 მარტო საყურე მქონდა ეს საათიც. ეს საათიც სილიკონზეა მაგნიტით. ძალიან მომწონს ფერი. მანიკურიც რა თქვა. ხო და ეს ბეჭდებით, მაგრამ ეს ბეჭედი მოვიტანე, არ მოვიტანია საყურეები, არ გაჩვენებთ, იმიტომ რომ ცხენია ცოტა არ იყოს, რომ 14 მარტო საყურე იყო და მგონი 4 თუ 5 ბეჭედი. ეს მზე, რომელიც მომწონს ასევე თავის ცეპით. ოქროსი მოვიხსენი, რა ვიცი, შევინახე და ეს მიკეთია ახლა. და ეს ბეჭედი მომწონს ძალიან, მაგრამ სად გავიკეთო ეგ არ ვიცი. ამას თავისი ის უნდა ადგილი უნდა, რომ სად გაიკეთო ეს ბეჭედი. ძალიან კი მომწონს რო გითხრათ. მაგრამ ისა შესაფერის ადგილას უნდა წასვლა. ხო, რაც შეეხება თვალი ლურჯი აქვს და ბოლოს კაბა ვიყიდე შიფონისა ლურჯი. აწყობილი ვარ რა ყველაფრად. ხო და ეხლა გამოწერილი მაქვს უკვე გადავრიცხე ფული და რა ვიცი გამოგზავნილია როდის ჩამოვა 4 ქვედა ბოლოა 1 კაბა, არა 2 კაბა, 1 ზედა ტილოსი, შაბიამის ფერი და კიდე არ მახსოვს. და ეხლა გამოწერილი მაქვს არა, ნუ გადავადებინე და ფული უნდა გავგზავნო. არ მახსოვს 5 თუ 6 კაბებია ყველა. ხო და ეგრე, აი მაგებში ვფლანტავ ფულს, გარდა მაგისა ახლო-მახლოში, რასაც მივწვდები, აქაცავ ვფლანტავ ფულს. ეგ ერთ-ერთი ფორმაა, ეგეც რაღაცა იმისა. კარგად არ ყოფნისა. ნახევრად ხუმრობით ვამბობ, მაგრამ ფაქტი ეგ არის. არა, მე ვიცი ხალხო, ეგრეც არ არის, რომ არიქა და გაგიჟებული გიჟივით ვაბნიო ფულები და ჰაიხოა ეს ჩემი ანალიზებზე რო უნდა წავიდე ისინია და რაღაც ვეჯაჯგურებ. ვიცი სად არის მუხრუჭი, ლიმიტი ვიცი მე, სადამდე უნდა მივიდე, მერე უნდა გავჩერდე და გადავანაწილო თვეებზე. ეგრე არ არის, რომ არ ვიცოდე და გონზე არ ვიყო და ან კიდე არიქა და იმეებში გადავიჭე. ხო, არა, ეგრე არ არის. მაგრამ ძალიან ვიხალისებ ცხოვრებას, ძალიან მიხარია ეგეთი რამეები. ხო და ჩემი ქმარი კიდე იძახის თუ გიხარია და თავში გვაიხალეო. ხო და ჩვენებურად რო გადმოვთარგმნო. ძალიან ვარ შემჯდარი მაგ TikTok-ზე. არა, ძალიან ვარ შემჯდარი როგორიც კი არა რომ ხა ცოტა იქაც იმას ვქენი, თავს კონტროლი გაუწიე. მაგრამ ზოგი ისეთ რამეს გადააწყდები, რომ აი დღეს მაგალითად მართლა შოკი მაქვს. აი შოკში ვარ იცით როგორ? რო ფიქრდები, რომ ან საით მივდივარ. მე რაღა მივდივარ, მე კი ჯანდაბას და მისული ვარ ბოლო იმა გაჭრებაზე, მაგრამ ჯერ არ არის სამყაროს დასასრული. ეს ხო არ არის სამყაროს დასასრული და ხო გრძელდება ცხოვრება, ახალი თაობები და აი ეს თაობები მაშინებს. გამოვლენ მერე და იცით რა, ეს თაობა მიამაყება და ეს თაობა ისეთი კარგია და ეს თაობა მაგარია და ეს მაგარია, კარგია, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ყველა ერთნაირი იყოს და ერთ იმაში იხარშებოდეს, მაგრამ გააჩნია რომელ თაობას ვეძახით კარგია და არ ვიცი მე, აი ეხლა რაც უნდა ვთქვა, გეუბნებით, შეიძლება მე ვარ მოძველებული აზროვნებისა, მაგრამ ეს არ არის მოძველებული აზროვნება და ეს არ არის აზროვნება და ან მენტალიტეტი, ეს არის ღირებულებები. ანუ ღირებულებების გადაფასებული ხო არის, ხო ხდება, ყოველთვის ხდება გადაფასება, მაგრამ ამ დონეზე დაცემა არ შეიძლება. მერე
ვიტყვით რომ აი ღმერთი საერთოდ რო გვიყურებს არ გიყვირთ ხალხო ეხლა გეტყვით რაზე დავეცი ქადაგებად ეს რო არა ვთქვა ნუ ეხლა ის ეგიდუნაშვილი რო ყავატაცებული და საქართველოს მეტი არაფერი აღარ ანაღულებს და დასცხეს დაჭამეს ერთმა რა კარგია პოლიციას აქვს საქმე გაჩენილი ნუ იტყვი TikTok-ს უნდა ერთი ცალკე პოლიცია ანუ ცალკე უნდა შეიქმნას ორი იმდენი რაც ეხლა არის რომ TikToker-ებს აუვიდეს იმან ქუთაისში უჩივლა და ეს თელავიდან ქუთაისში ჩაიყვანეს იქ დაადებინეს ხეწელი ეხლა ეს ჩივის ის უნდა ჩამოიყვანონ მან იქ უჩივლა იქ უნდა წაიყვანონ ვაიმე ნუ მაგას შევეშვით მაგაზე არა ვგიჟდები მაგაზე არაფერი არ მომდის ეგ ტალყა გადაივლის ხოლმე გაერთობიან და გადაივლის მაგრამ ეგ რო ყველა ერთმანეთს უკეკავს აი მანანამ კი მითხრა კარგად მითხრა მანანამ რომ ისა უნდა მოდა ეხლა ის ტრენდი ეხლა ის არის რომ უნდა აიღო და სხვისი ცხოვრება უნდა განიხილო დასაბამიდან ვიდან ჯიშჯილაკიდან და განაგისიდან და რავი დაბადებიდან უნდა განიხილო თურმე და მართლა ეგრეა ესა უნდა ამოუქეკავენ ვისთან როდის იყო სად გაიარა საწავი და სად მოვიდა ვის აყავდა ვაიმე მოკლედ რა მაგრამ ეგეც არ არის ახლა ჩემი შოკის მიზეზი ეგ არა გადავაწყდი პატარა ვიდეოს სადაც დედა ეკითხება არა აქვს მნიშვნელობა რა ეროვნება უკრაინელები არიან ესპანეთში ცხოვრობენ და დედა ეკითხება შვილს შვილი არის მოზარდი 13 წლის 12-13 წლის არ ხო და იცით რა მაინტერესებს ამ დროს დედამ იცის რა საშინელება ჩემთვის საშინელება და მაინც დებს ამ ვიდეოს და აჩვენებს ადამიანებს თავისი შვილი როგორ აზროვნებს კითხვა იყო ასეთი რომ იწოდეს იწვის სახლი და ერთი უნდა გადაარჩინო ან შენი ძაღლი შენი რომელიც შენ გასარდე ან შენი ძაღლი ან სხვისი ბავშვი ხალხს უსვავ ასე ეკითხება სხვისი ბავშვი რომელს გადაარჩენ არ დაფიქრებულა მოზარდი არ დაფიქრებულა და პირდაპირ რა თქმა უნდა ჩემი ძაღლიო როგორო რატო აბა დედა მოთხრა რატო ბავშვიო ადამიანი რას ქვია ბავშვიო და ადამიანიო ესე იგი ნახევარი საათი უტრიალა დედამ რო ჩამოაყალიბე და ეს გოგო უფრო და უფრო ამტკიცებს თავისი ჭკვით და ამაში დარწმუნებულია და დედა ამბობს რომ სრული ეს გოგო უკვე ჩამოყალიბებული ბავშვია და ჩამოყალიბებული აზროვნება აქვს და თავის შეხედულებები აქვს და პრეტენზიები აქვს ამაზე და ამბობს რომ რა თქმა უნდა ჩემი ძაღლი იმიტომ რომ ეს ჩემი ძაღლია მე გავზარდე მე ეს მიყვარს და მე რა ვიცი სხვისი ბავშვი რა არის არ ვიცი მე დედა ეუბნება მაინც ბავშვი არა ეს ეუბნება იცი რა იმას თავისი ხო ყავს თავისი დედა და მამა აღარ ყავს დაიწვა და ბავშვია გადასარჩენი დედა ამძაფრებს და ეს ეუბნება ვაიმე მით უმეტეს თუ აღარავინ აღარ აყავს აი ხლა ამას კი არ მეცინება აი იცით როგორი დუღილი მაქვს შიგნით რომ ეს სიმწრისგან არ ვიცი როგორ გითხრათ ეს ამბობს მით უმეტეს რომ ვაიმე ისა ეს რომც გადავარჩინო მე ის ბავშვი რომელიც აღარ აყავს დედმამა რა აზრი აქვს მე ხო გამომართმევენ იმ ბავშვს წაიყვანენ უპატრონოთა თავშესაფარში და მე აღარც ძაღლი აღარ დამრჩება და არც ბავშვი და ისე დავრჩები უყევებ და მე რა იმდენი უბედურება იყო ამ პასუხში იმდენნაირი უბედურება ჯერ ის რომ ადამიანის სიცოცხლე შენთვის არაფერი არ არის მე ის რომ მეზე ფიქრობ და ეს ეგოიზმი რომელიცაც უნერგავენ ეხლა დედები შვილებს რომ არავინ და არაფერი არ არის მარტო შენი თავი უნდა გიყვარდეს
და სიტყვა ალტრუიზმი საერთოდ რატო არსებობს, არ იციან ალბათ არც დედებმა და რა თქმა უნდა შვილებმა მით უფრო. და კიდე მაინც ეუბნება დედა რომ აი მაინც როგორ აბა რანაირად პატარა ბავშვია და არა ეს გოგო ეუბნება იცი რა ჩემი ძაღლი ისეთ იფიქრებს ჩემი ძაღლი რომ მე მას ვუღალატე და ვიღაცა სხვისი ბავშვი გადავარჩინე და ჩემ ძაღლს მე ვუღალატე. და ეს იმდენად ამაყია იმით რომ თავის ძაღლს არ ღალატობს და მოღალატე არ არის. და დედა რატო არ ეუბნება იმ დროს რომ არ მინდა ეხლა ცუდი მძიმე სიტყვები ვთქვა, მაგრამ კი მინდა რომ ვთქვა. ეს არაფერი, ეს ხო ნახე ვიდეო, ნუ კიდე იყო იქ რაღაცეები, მაგრამ თავარი ის არის რომ ბავშვი დარწმუნებულია თავისი, აი დედა თავარი ის არის, დედა ეუბნება, კი, შენ მართალი ხარ. როგორც ამ მსჯელობ, მაგ შენ იმით მართალი ხარ, მაგრამ იცი რა, აი მაინც ბავშვია და ადამიანია და არა, მოკა, კაი, ეგ კაი და ეხლა რა თქმა უნდა გადახვიდე კომენტარებში და აი მანდ გავგიჟდი. აი მანდ შევძრწუნდი, იმიტომ რომ კომენტარები არის სულ მოზარდებისა და ალბათ 4-5 ცოტა მოზრდილი ასაკისა იქნებოდა, ვინც თქვა რომ ბავშვს გადაარჩენდა. დანარჩენი ყველა ამბობდა რომ რა თქმა უნდა ძაღლს გადაარჩენდა და არავითარ შემთხვევაში ბავშვს, იმიტომ რომ მე რა ვიცი ბავშვი რა გაიზრდება და როგორი გაიზრდება და ძაღლი ჩემია და რა თქმა უნდა ძაღლს გადავარჩენდი და მე ვიცი ადამიანი რასაც აგრძნობს, მაგრამ მე არ ვიცი ძაღლი რას გრძნობს, მაგრამ ამიტომ ძაღლი უნდა გადავარჩენო. ნუ იქ იყო რა თქმა უნდა ის ბონისტები რო ქვია იტალიურად ბონისტი ქვია აი ყველას და ყველაფერს ბჭყალებში ვითომ რო იცავენ და ყველასთან რო კარგი უნდათ რო გამოვიდნენ ეგეთები იყო რამდენიმე და წერდა რომ ორივეს გადავარჩენო კაცო რა პრობლემა არისო და ორივესო მაგრამ შეკითხვა იყო ისეთი აი ერთის გადარჩენა შეგიძლია მარტო ეხლა თქვენ მითხარით მე კი მიყურებს ცოტა ასაკიანი და ადეკვატური და მოაზროვნე ადამიანები. მე ვიცი რომ მე მიყურებენ ადამიანები, რომლებიცაც ცხოველები უყვართ ძალიან. არ ჩამოვთვლი სათითაოდ, მაგრამ ჩემი ახლო მეგობრებიც არიან, ჩემი ერთგული მაყურებლებიც არიან, ყველა მახსოვს და მე ვიცი რომ ყავთ ცხოველები არ ფიქრობთ რომ ისა ან მანანას და ან ნინოს აგულისხმობს სხვებსაც აყავთ სხვებს ვიცი მე იმიტომ რომ Facebook-ზეც ვინც ამყავს მეგობრებში ვიცი რომ არიან თქვენ რას იზავდით იქნებ მე ვტყვი ვარ იქნება და მართლა აღარ არის ადამიანი პირველ ადგილზე და იქნებ არ ვიცი დავიბენი იმიტომ რომ ჩემთვის თუნდაც რელიგიურად თუნდაც აღზრდიდან გამომდინარე რა აღზრდაც ამაქვს მიღებული არ ვიცი ხალხო მე მაგალითად ძალიან შემაძრწუნა დამაბნია შემაშინა თუნდაც აი ამ კომენტარებმა და ამდენმა მოზარდმა რომ ასე ფიქრობენ ხან არის ხოლმე სიტყვა წამხდურობა და წახედულება ვითომ ერთმა რო თქვა და მე ყველა იმეორებს ეგეთიც შეიძლება იყოს ეგეც არსებობს შემიძლია ეგეც დავუშვა მაგრამ ეს ყველაფერი ხო არ ვიცი ხალხო რა ვიფიქრო ამ შემთხვევაში მაშინ ყველაფერი ბუნებრივი ხდება და ნორმალური რომ აჩენენ ბავშვებს და აგდებენ სანაგვეზე არ უნდათ და მორჩა ხო? ამ დროს ყავთ ცხოველები სახლში და ცხოველი ურჩევნიათ ხო? ალბათ ყველაფერი ნორმაში დგება ალბათ არ ვიცი საით მივდივართ რა ხდება ხალხო? ვიცი დამიწერთ აი მეორედ მოსვლა ჯერ შორს არის ეგ მეორედ მოსვლა მაგრამ მანამდე რანაირად უნდა იცხოვრონ რა ღირებულებები არსებობს ეს რანაირი არ ვიცი ან ვინ ჩაუნერგათ ან არანიშნავს იმას დაკვირვებული ვარ აი ვინც ფანატიკურად არის ცხოველებზე ჩემთვის არ არიან ეგენი რომ აი ცხოველები უყვართ და ცხოველთა დამცველები ესენი რა თქმა უნდა მაგრამ
აი დაკვირვებული ვარ ძალიან ბევრი პროცენტულად ვინც ესე არის ცხოველთა იმათ ადამიანები არ უყვართ. იქნებ რამე პრობლემაა და აი ადამიანები რო არ უყვართ და ადამიანებთან ვერ კონტაქტობენ, ამ დროს გადაერთვებიან ცხოველებზე. არ ვიცი, მე მიყვარს ჩემ თავთანაც ხოლმე განსჯა, რაღაცა ლოგიკურობის აღმოჩენა, რაღაცა მინდა ხოლმე სიტყვაზე. საერთოდ ამ ბოლოს ეტყობა ასაკით თავისაშვება და კიდე ბევრი რამე და ყველას ვცდილობ ხოლმე რომ ყველას გამართლება მოუძებნო. ჩემთვის აი ბევრჯერ მithქვია ინოჩენტისთვის რომ რაღაცაზე ვსაუბრობთ, ნუ რაღაც ვინმე საქციელზე და მე ვამბობ იცი რა, ეგ ჩემთვის მიუღებელია ეგ საქციელი, მაგრამ აი ნახოთ აბა იქნება მაგან ესე იფიქრა, იქნება აი ესეთი შეხედულება ქონდა. აი რაღაცნაირად ფიქრობ ხოლმე რომ ვცდილობ ხოლმე რომ იმ ადამიანის ადგილზე გადავიდე და წარმოვიდგინო ის რა სიტუაციაშია და რატო გააკეთა ასე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მე ის არასოდეს არ გავაკეთო, არასოდეს თქვა, არასოდეს ხო, მაგრამ სულ ვცდილობ, რომ რაღაცნაირად გავიგო ადამიანის საქციელი ხოლმე და ეხლა ვერა არანაირად არავის არასოდეს რამდენადაც არ უნდა ვიყო ლოიალური ყველაფრისა მიმართ და ესეც ეხლა ვისწავლებ, სწავლობ რა, ბოლო წლებია რამდენადაც არ უნდა ვეცადო რომ მივიღო ყველაფერი და ტოლერანტობა და ეგ ყველაფერი, მაგრამ არასოდეს არ მივიღებ, არ გავამართლებ იმ აზრს, რომ ნებისმიერი ცხოველი, ძაღლი, კატა, სპილო, რაც კიდე იყოს, ადამიანზე წინ დავაყენო. ის რომ ცხოველები მე მიყვარს. მე რო არ ამყავს და არც არასდროს არ ვიყოლიებ, ეგ იმას არ ანიშნავს, რომ ცხოველები ძალიან მიყვარს. კატები რო გითხრათ არ მიყვარს ძალიან, ეხლა რო თქვა რომ კატა ძალიან, ამ ბოლო დროს თითქოს კატაც კარგია მომწონს მიყვარს, მაგრამ ძაღლები ძალიან მიყვარს. საერთოდ ცხოველები და ცხოველთა სამყარო არის ეს კიდე ერთი თემაა, ხო და რავი ვინ უნდა იყოს რომ არ ჩაითრიოს, როდესაც უყურებ გადაცემებს ცხოველებზე. ჩვენ მაგალითად ჩემი ქმარი მე მგონი ერთად მარტობა გასუყურებთ ცხოველთა სამყაროს და ეს არის ყოველთვის არის ხოლმე რაღაცა მით უმეტეს როდესაც კარგი ის არის რა, კარგი გადაღებაა და კარგი ის არის იმდენ აღმოჩენას აკეთებ, იმდენ თუნდაც ინსტინქტის დონეზე ისეთი საინტერესოა, რა ვიცი, ძალიან რა, მოკლედ, ცხოველები როგორც ასეთი მე მიყვარს. ხო და ამას მე თუნდაც რელიგიურად, თუნდაც ადამიანურად, თუნდაც ჩემი მენტალიტეტიდან და აღზრდიდან გამომდინარე, აი არასოდეს რომ მქონდეს ისა ორი, ეს რომელს გადაარჩენდი, რა თქმა უნდა, ჩემი მტერიც რო იყოს და ჩემი ძაღლი რო იყოს და ჩემი მტერი, მაინც იმ ჩემ მტერს გადავარჩენდი. მე თქვენ არ ვიცი როგორ. მე ჩემ აზრს მოგახსენებთ. აი, სუნთლად მოსისხლე მტერი რო იყოს, მაინც იმას გადავარჩენდი. არ ვიცი ახლა, შეიძლება თქვენ სხვა მოსაზრება გაქვთ, შეიძლება თქვენ სხვანაირად უყურებთ ამ თემას, მე სხვანაირად, მე უბრალოდ ჩემი აზრი მოგახსენეთ. კარგი, ეგ ვინმესთან ხო უნდა მეთქვა და მეჭორავა და ხო და თქვენთან ბარემ დღეს მოვედი და ბარემ დღევანდელი ამბავი მაქვს ეგა და ბარემ ძალიან მიდუღდა, მასე მოგახსენეთ. ეხლა მე ის მინდა რომ იმ ბავშვს რატო არ შეუბრუნებს ვინმე კითხვას რო იყოს შენი ძმა, რო იყოს შენი და, შენი შვილი, დედა შენი და სხვას კონდეს გადარჩენის საშუალება და იმ სხვამ თავისი ცხოველი გადაარჩინოს და არა შენიანი. შეიძლება თქვას, მე რაო, არ ვიცი. ეგ არ უკითხია დედას. ხო და მოკლედ ბევრ რამეს ვუყურებ, ბევრ რამეს ვიგებ, ბევრი რა თქმა უნდა თქვენ იცით რომ სისულელია და ბევრი აბდაუბდა და ბევრი და ძალიან არაფერს არ უნდა აყვი ადამიანი. ხო და მოკლედ და კონკრეტულად ჩემო კარგებო, ასე ვარ, რა შემეხება როგორ ხარ, კარგად ვარ ძირითადად, მაგრამ
აი რამდენი ხანია ლელა ნინო ფიქრია ძალიან არ მატას ძალას იმიტომ მოდი ჩაწერე ვიდეოზე ფიქრიას ძალიან დაკავებულია ზაფხული ფიქრიას ძალიან გადატვირთულია ხოლმე და პირადში კი ვკითხულობთ ერთმანეთს ხო და აი გუშინ ფიქრიას მივწერე რომ ხო ფიქრია ლელამ ვაიმე სულ ამერიენით ერთმანეთში ნინო მომწერა რომ ქალო რა გახდაო მომენატრეო და ერთი ვიდეო ჩაწერეო რა გაგიხდაო და მე ვთხარ ეხლა შენ მეთქი ჯერ არის და ლელამ მაცვა მეთქი ჯوار და ლელამ წერს რომ ნანა დეიდა სადახარ და ნანა დეიდა და მოდიდა და ეხლა კიდე შენ მეთქი და მარტო ლელა კი არაო ნინო მეუბნება მანანაც გემუქრებაო რომ სად არის ეს ქალი დაკარგულიო ხო და მოკლედ ისა TikTok-ზე ანეკდოტი არ გინდა TikTok-ზე არა ვარ ჩემი სახელით მაქვს სხვა ისა ნიკნეიმი და იქ ხო არავინ არ ცვინა ვარ რა და გადავაწყდი მანანას სულ არ ველოდი და მიეწერე რომ ვაიმე მარანიკო სად გიპოვე აქამდე ვაიმე ვინ ახარო გოგო მე ვთხარ ნანა ვარ მეთქი და ჯერ გაჩერდა და მე ნანუშკი შენახარო და ხო მეთქი მე ვარ მეთქი და ვიხალისეთ ცოტა ხანი ხო და ჩემო კარგებო რა შეეხება ეხლა მე თითქოს კარგად ვარ ფოტო დავაკაკუნოთ და იტალიურად რო ვთქვათ ისა რქებიო რა შეეხება მაგრამ ვისვეუბნებოდი არ ვიცი ტერეზას ველაპარაკებოდი წინა დღეებში თუ აღარ მახსოვს რა ვისა ხო და არა ვტყდები ხო მე ხო არა ვტყდები საერთოდ გაუტეხელათა ვარ იმასავით შვიდა მოზვერივით მაგრამ ეთყობა როდესაც ეს კონტროლის წინა პერიოდი არის ანუ კონტროლი რო ახლოვდება სექტემბერში ხომ აქვს კონტროლი ხო და რო ახლოვდება ეს ფახფახი მაგ ეთყობა ფაცფაცი მეწყება რა ქვია მაგას თავისას შვება შენ ვითომ არ აქცევ ყურადღებას და ვითომ არა ფიქრობ მაგრამ ეთყობა რომ მეშინია ეხლა ისე კი არ გავიგოთ რომ არის აი მეშინია მაგრამ ხო რა რაც კიდე სიტყვა ატრიალე და აბრუნე შიში ქვია მაგას ხო და ეთყობა რომ მეშინია რომ რა იქნება როგორ იქნება ვაიდა ხო და ეს ვაიდა მიტირებს დედას და ამ დროს ძალიან შინაგანი დიდი ბრძოლები მაქვს ამ ბოლო ხანს კარგად თვეებია რაღაცა პერიოდი ჩემი ცხოვრებისა რაღაცა გძნობ ვიცი რა შინაგანად რომ რაღაცა სხვა ეტაპზე გადავდივარ არც ცუდი არც კარგი უბრალოდ სხვა ეტაპზე გადავდივარ ეს იმას ნიშნავს რომ შენი ცვლები შიგნით ეს არ ანიშნავს იმას რომ გარეთ არაფერი არ იცვლება ხალხო გარეთ არც ვღარიბდები არც ავდიდრდები რა შემოსავალი გვაქვს ჩვენ ისა გვაქვს და იმის იქით არაფერი არ მოიმატებს რა ვიცი ხო ევრო და 80 ცენტეზი შარშან იანვარში მოუმატეს პენსიაზე ჩვენ გვაქვს და მეტი არაფერი არ არის ეგ მაგ მხრივ კი არ იცვლება რამე ჩემ ცხოვრებაში არა არც ურთიერთობები არა მაგითაც არაფერი როგორც გვაქვს მე და ჩვენ გვაქვს კიდე ვართ და არა მაგით არა შიგნით იცვლება ჩემში მე თვითონ ვიცვლები რაღაცა უარესობა არ არის მეტი სულიერი სიმშვიდე მოდის მე არა ვარ პათეტიკური ადამიანი და მე ვარ ძალიან რეალისტი არა ვარ არც პესიმისტი და მით უმეტეს ისეთი ოპტიმისტიც არა ვარ რომ ვაიმე არა რეალისტი ვარ ოპტიმიზმისკენ გადახრილი სუმასე ვამბობ ხო და უფრო და ეს ჩემში ეს შინაგანად სულიერი სიმშვიდე ისე კი არ მოდის რომ თავისით მოდის არა ეს ისევ ჩემიდან გამომდინარეა ჩემ თავთან საუბრებით ჩემი ღმერთთან მადლობა ყოველ დღე მადლიერების გამოხატულება და აი ეს რაღაცა ჰარმონიას ვეძებ კი არა და ვამყარებ
გამოვარამე ალბათ, რა ვიცი, რა გითხრათ, მე გეტყვი. იმიტომ რომ საერთოდ აი აქაც ხო რამდენი თქვენთაგანი რამდენიმე ადამიანი ზოგი ქოთქოთას მეძახის, ზოგი ნუ იცით რო სვა ეგეთ დღეში ვარ და ჩემი ძმაც უმეტყვი სუ რატო ხარ აშფოთებული და სუ დარბი ხარ და სუ რატო ხარ და ეგ აღარა ვარ. უფრო სწორედ განახევრდა დავაგდე ტემპი. ანუ არსად აღარ მეჩქარება. აი ამაგის თქმა მინდა. იმიტომ რომ მე ძალიან კარგად გავიგე რომ ის სამყაროს ვიბრაციები და რხევები რო აჩქარდა, ხო? თუ ჩვენ არ დავაგდეთ და დავასტაბილურეთ ცოტა ჩვენი ცხოვრება, ვერ მიუყვებით, ფეხ ვერ მიუყვებით და გავგიჟდებით. ძალიან ბევრი ადამიანი არის ცუდად, მენტალურად, ძალიან ბევრი ადამიანია ფორიაქში, ძალიან ბევრი ადამიანია და ვერ იგებს რა სჭირს. ამიტომ საჭირო არის რომ ვაღიაროთ როგორც ყოველთვის ყველაფერი პრობლემა პირველ რიგში პრობლემის მოგვარება იწყება აღიარებით. ისევე როგორც არის ახლობელის სიკვდილი და ჩვენ ვიტანჯებით ვინც ახლა ადრიდან მიყურებთ იცით მე ხა დედაჩემის სიკვდილის მერე როგორ გამოვედი და ვერც გამოვედი მოგასაც თავი დავანებოთ მაგრამ შევეგუე ხო და აღიარება პრობლემის მოგვარება თუ გინდა უნდა აღიარო თვალებში ჩახედო და თქვა კი ეს არის მაგრამ ამას უნდა მივხედო თუ ვერ მივხედავ თუ ვერაფერს ვერ მოვუხერხებ, რაღაცნაირად ვეცდები გვერდი აუვარო. ანუ აღარ დავეტაკო შუბლით. ეხლა ზოგი იტყვით, რომ ადვილია ლაპარაკი. არა ხალხო. ადვილი არაფერი არ არის, ადვილი პურის ჭამაც არ არის. მაგრამ ეს რო ვამბობ, ამას არ ვამბობ, აი კიდევ ვიმეორებ, სადღაცა ვიღაცის დათქვამს, სადღაციდან ამოკითხულს ამას ვამბობ, იმას, რასაც მე ვგრძნობ. ის, რაც მე გავიარე და ის, რასაც გავდივარ. ასე რომ სხვაგან წამივიდა ტვინი ახლა და იმიტომ გავჩერდი, თორე კი არ დამეკარგა სათქმელი. ასე რომ ჩემო კარგებო, ჩემ თავზე რადგან გიყვებით, თუ იმეს გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, ბევრი მწერთ, არ ვიცი ვის გიპასუხეთ, კიდევ ვიმეორებ, ვის კიდე არა. გუშინ ორი შეტყობინება მოვიდა YouTube-დან, გულები იყო მარტო ორი ადამიანისაგან, მახსოვს სახელი და გვარებიც, ხო და ორი ჯერ ვიფიქრე მეორე რომ მოვიდა ვიფიქრე ეს მეთქი ისევ ის წინა ხო არა მომიგდო და არა სხვა იყო მეორე ადამიანი იყო და თან ის 2 საათის წინო და ესეო 9 საათის წინო და იცით რა მომივიდა ახალ კი ვიცი რომ გახსოვართ და რა თქმა უნდა ეხლა ვისთანაც პირად მიმოწერა მაქვს ისინი ხომ მკითხულობენ და მკითხულობენ მაგრამ იცით რა არის ეს ორი ადამიანი რამდენი ხანია მე ვიდეო აბა არ დამიდვია რავი რამდენი ხანია ხალხო ერთ თვე არა რო ჩამოვედი მაშინ როგორ არა ერთი თვე კი გავიდა ხო და ზუსტად და ეს ორი კომენტარი რომ სადაც მარტო გულები იყო იცით რა მომივიდა აი როგორ გითხრათ ახლა მეთქი ამათ როგორ აღვიქვი მე იმათ რა იგულისხმეს არ ვიცი მე აღვიქვი ასე რომ ამათმა თავი შემახსენეს რომ ნანა გვახსოვ ხარ ნანა სადახარ აი ესე აღვიქვი და მეთქი აი ადამიანებმა მომიკითხეს უცხო უცნობმა თვალით რო არ მინახია იმ ადამიანებმა მომიკითხეს კარგახანი არ მიბღავლია კარგახანი არ მიტირია არა კარგახანი არა წინა კვირას ვიყავი სასაფლაოზე და კარგად ვიბღავლე დედაჩემთან წინა კვირას რაც ჩამოვედით ვერადა ვეღარ წავედით სასაფლაოზე ხან ისე ცხელოდა ხან ეს იყო ხან ის იყო რა ვიცი მე და რაღაცნაირად ხო
არა, ეხლა მოდი სიმართლეს გეტყვით. ინოჩენტე მეუბნებოდა, ნანა სასაფლაოზე როდის წავიდით, როცა შენ გინდა ვეტყოდი და ნანა როდის წავიდით, ყოველ კვირის თავში, კვირის ბოლოში მეუბნებოდა, ნანა სასაფლაოზე არ წავსულ მართ და სიმართლეს გეტყვით, არ მინდოდა წასვლა. მე არ ვიცი ეს რა იყო, მე არ ვიცი თუ ეჟმაკი მიჩიჩხინებდა და მებრძოდა თუ რა იყო, მე არ ვიცი, ვერ გეტყვით მაგას ვერაფერს, მაგრამ არ მინდოდა წასვლა. და ეს არასოდეს არ მომხდარა ხალხო, არასოდეს არ მომხდარა 6 წელია რაც დედაჩემი გარდაიცვალა და ეგეთი რამე არ აყოფილა ამ 6 წელში, რომ მე სასაფლაოზე წასვლა არ მინდოდა. ირიქით, როგორც კი ოდნავ ვერ ვერავარ კარგად, მე სასაფლაოზე უნდა წავსულიყავი და მე იქ დედაჩემთან მოვიჭორავებდი, მიტირებდი, მოვიოხებდი გულს და მე კარგად ვიყავ. და ეხლა პირველად იყო, რომ არ მინდოდა. და არც ინოჩენტეს არ ვუტყდებოდი. ბოლოს ვუთხარი წავიდეთ მეთქი. წინა კვირას 4 შაბათი იყო. აღარ მახსოვს 4 შაბათი იყო. ხო და წავიდეთ მეთქი. ადგა დილით და წავიდეთ მეთქი, ავიქი, წავედი. თავს ძალა დავატყე. და ისე მქონდა თურმე დაგროვებული შიგნით და ეტყობა ისე ვიყავი გაქვავებული. ეს ჩემი თვითგადარჩენის ინსტინქტი არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში, რომ მე მაქვავებს. ეგ ყოველთვის არ მინდა და ყოველთვის კარგი არ არის და ყოველთვის არ მჭირდება. ხო და იქ მერე დედაჩემთან მერე ინოჩენტე მიცის ხოლმე, რომ ინოჩენტე მოუვლის ხოლმე იქ ქაურობას გადარეცხავს, იმას იზავს, გაასუფთავებს რამე და ესა მერე იცის რომ დამტოვებს ხოლმე მარტო და მეტყვის რომ ნანა მე წავალ და მერე იქ შევხვდეთ გასასვლელში და კაი თქო და მერე რჩები ხოლმე. არა, არც ინოჩენტესთან არ მწვენი, არც ტირილისა და არც არაფრისა, მაგრამ მაინც იცის ხოლმე რომ მარტოს დამტოვებს. ხო და მერე წამოვედი და მერე გავუთხარი რომ წამოვედი სხვათა შორის და მერე უთხარი ჩემქვარს რომ იცი მეთქი არ მინდოდა მეთქი რატო გაუკვირდა იმდენად გაუკვირდა რომ აი ვერაფრით ვერ გაიგო რატო და მეც არ ვიცოდი რატო მეც არ ვიცი რატო ხო და მოკლედ არ ვიცი ეს ეხლა ეს ფაცფაცი მაქვს თურმე კი არა და თქვენ ხართ ჩემი ბატონი მე მგონია რომ 27 და 28 სექტემბერს მაქვს კონტროლი ვარ წყნარად და არხენად უჯერ სად არის კონტროლი და გადმოვიღე შემთხვევით ეს პაპკა და საქაღალდე ქართულად იმეთყველეო ვაი ვინც კიდე არ გამოხტებით და ქართულად იმეთყველეო ვაი არ ვიცი როგორ გაგლანძღავთ ხო და ისა გადმოვიღე ბატონო და ნახე საბუთები და თურმე კი არა და ნა ღმერთო შენ დამიშველი რა ისაბაკ ხალხო რა ჯანდაბამჭის რო 9 სექტემბერს ამაკ 9 სექტემბერს ამაკ კონტროლი პირველი და მეორე კარგად მახსოვდა 28-ში ხო და ეხლა 9 სექტემბერს ამაქვს ბატონო მამოგრაფია და ეკოგრაფია მერე 11 სექტემბერს ამაქვს სისხლის ანალიზი, რომლისაც ასევე მეშინია და მერე აღარ მეშინია 28-ში მანამდე გამოჩნდება ყველაფერი და მერე 28-ში მაქვს უკვე ჩემ საკუთარ ონკოლოგთან ვიზიტი. ხო და ეგრე. ასე რომ ეხლა გეიქავ ხედავ ისა ჩემი ქმრის ჩრდილს სამზარეულოს რა ქვია კარებზე. კარებთან და ვიცი რომ იქ რაღაცას იპარავს. ან ყურძენი ან ატამი ეგ არის იქ. ეგ არის იქ. ხო და ეგ ისე ვხუმრობ რა. ხო და ჩემო კარგებო, თურმე კი არა და ეხლა მაქვს ისა ვისაც გაინტერესებთ და ვისაც კარგი გულით გაინტერესებთ როგორ ვიქნები, რა თქმა უნდა, მოვალ და გეტყვით. მე არა მაქვს პრობლემა, არც დამალვისა, არც იმისი ფიქრი არა მაქვს და არასოდეს რომ აი ეგ არა თქვა რომ ცუდად ახარ, იმიტომ რომ ვიღაცას გაუხარდება, ვაიმე. თუ ვინმეს ცუდი სხვა ადამიანის ცუდად ყოფნა გაუხარდება, გაუხარდეს. ვერც დაიწყევლები
ვერც შეიგინები, ვერც ვერაფერს ვერ იტყვი მაგ შემთხვევაში, ხო? თუ ადამიანს, რომელსაც სხვას დაწყევლის, ცუდ სუსურვებს, ცუდად ყოფნა გაუხარდება სხვა ადამიანისა, ხო? გაუხარდეს. მე ხო ვერ იმას რაღა მეტი რა უნდა დასწყევლო. ოღონდ სუ იმას ვიძახი, ოღონდ ნუ რავის ცუდი ნუ იქნებ, ოღონდ ნუ რავის ცუდი ნუ მიუვადა, თუ გინდა სუ ყველაფერი მე დამებერტყოს, მეთქი სუ მაგას ვიძახი, მთელი ცხოვრება. ეხლა კი არა, სულა. სუ ყოველთვის, იმიტომ რომ არ მესმის მე ამ ეგოისტი ხალხისას ვერასდროს ვერ გავიგებ, ვერასდროს ვერ გავამართლებ, ვერასდროს ვერ გავაправებ, გული მერევა ეგეთ ადამიანებზე და რა გავაკეთო? აჰა. ეხლა დაიცა ნახურამდე ხანია ვраყრაყებ. დედა. ჯერ ხო არ მოვალ და მე ხო წასვლა აღარ ვიცი, აი. წავალ სტუმარი ვითავარ მე. კარგით ხალხებო, ეხლა წავალ ისევ დავიკარგები თუ არა ვერ გეტყვით. ხო თქვი, გადაწყვეტილი მქონდა, აი, სიმართლეს გეტყვით რა. გადაწყვეტილი მქონდა, ვიცი რომ მინდა, ვიცი რომ მჭირდება მოსვლა. ვიცი რომ ჩემთვის ეს ვიდეოები არის ძალიან კარგი რამე, აი, მაგარი თერაპიაა, ძალიან. ჩემთვის მით უფრო, ხო და ბოლოს რომ მოვედი მართლა ჩემ თავთან მჯეროდა რომ ნუ ყოველ დღე ერთ ვიდეოს მაინც ყოველ მეორე დღეს მაინც ჩავწერდი ერთ ვიდეოს და თან ფული ხელფასიც ხო მინდა კაცო მაგრამ ვერა არც ხელფასი არ რო ვეტყვი ჩემ თავს ნანა დაჯიქ ვიდეო ჩაწერე აი არ ვიცი ხალხო რა ვერ გეტყვით ვერ ხსნი ვერ ვიგონებ მიზეს რატო არ ავწერ ვიდეოს იმიტომ რომ დრო არ მაქვს თუ მინდა გამოვნახავ ისევ ის ნანა ვარ ისევ ორნი ვარ არაფერი არ მომატებულა საქმე ისევ როგორ გითხრათ არ ვიცი ისევ იმ სახში ვართ და დღეში 2-3 ვიდეოს ავდებდი რო თქვა რომ უიმე ისა დაობერდი არც ეგ არ არის პირიქით ფეხის ტკივილი და მუხლის ტკივილი საერთოდ მომეშვა და ეგ პრობლემა აღარ არის არ ვიცი ვერ გეტყვით ეგეც ის რაღაცა შინაგანი იმიდან მოდის და ვნახოთ არ ვიცი ან გასწორდება და ან რავი არ ვიცი ვერ გეტყვით რა წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით იმიტომ რომ არ ვიცი წარმოგენა არა მაგით ეხლა ის ვიცი რომ ცხელა ხელს ნუ ისოთავ პირზეო მეტყვით ხელიც ჩემია ეს თავპირიც ჩემია მინდა ხელს მოვისვავ მინდა არა ეს იმასავ პასუხობ ვისაც აზრი დაებადება მაგზეთი ასე რომ წავედი ხალხებო წავედი ძალიან ხანდახან რა ვიცი ხან ვის უყურებ ხარას გადავაწყდები YouTube-ზე მაქვს ხედელობაში არა TikTok-ზე ხო ძალიან ნაკლებად სერიოზულად არ აღვიქვა იქ არაფერს იშვიათად მაგრამ ისა YouTube-ზე ხან ვის შევხედავ, ხან რა ვიცი, ვიღაცას გადავხედავ, რაღაცნაირად თითქოს რომ ეთყობა აღარ უყურებ და მანდაც დიდ არაფერს აღარ მიგდებს. მე კიდე ჩემით რომ ვიღაცა მოძებნო და სპეციალურად ვუყურო, არა მაქვს მაგი ნერვი. ასე ჩემოკარგებო, ასე ვცხოვრობ, ყოველდღიურობა მაქვს ჩვეულებრივ რუტინა ეგრეთ წოდებული ხო ზოგიერთი ისა აი რუტინა გადაიღებ მე ჩემ რუტინას და ყოველდღე ხო არ გადაიღებ ეხლა ჩემთვის იმას რა რომ ითხაპნები და ისა მაგას თავი დავალებოთ ეხლა რომ მოვდიოდი აქ ვიდეოს ჩასაწერად და ვაიმე ვიფიქრე ნეტა იმასავით ხო არა ვარ ქეთიეგი დუნაშვილივით ხო არა ვარ ისა დათხაპნილი მეთქი ისა რა ქვია მაგას მაკიაჟი ხო აქვს საუკეთესო თუ ვინ იცნობთ რა ვიცი ხა ჩემი მაყურებელი თუ TikTok-ზე ვინც ახართ რა თქმა უნდა გეცოდინებათ იმიტომ რომ ქართული TikTok-ი ამჟამად დგას ქეთიზე არავის აღარ ახსოვს აღარ ჩოთა აღარ ბროთა არავინ აღარ ახსოვთ ეხლა არის ქეთი ეგიდულიშვილი
ყველა დასცინის ხალხია, ხალხო ბრბო. ხალხი არის, არ ვიცი, ხალხმა შექმნა ეგ მონსტრი, ეგ არ არის არც ქალი, არ არის მათ საუბარი ეგ ნორმალურია თუ არ არის ნორმალური თუ როგორია, ეგ არის აქციეს არაადამიანურად. რაც იყო ხო იყო, მაგრამ ეხლა უფრო ხო უარესი დამართეს. და იმ რის თქმა მინდა, ყველა დასცინის, ყველა აგინებს, ყველა ამას იმას, მაგრამ 130,000 გამომწერი ყავს მგონი. რამდენი აკაუნთი აქვს არ ვიცი, ძალიან ბევრი, ამბობენ რომ ბევრი აკაუნთები აქვს, მაგრამ ის ერთზე ვამბობ მე. იმდენი და ლაივს რო რთავს, ლაივში 1500 კაცი სუყავს, 1200, 1300, 1500 ლაივში ამდენი ადამიანი ყავს. ყველა ეს ადამიანი აგინებს. ბილდს სიტყვაობებს უწევს, სისულე, ეთყობა ძალიან ბევრი მოზარდია, ძალიან, იმიტომ რომ ძალიან უაზროთ არ შეიძლება ეგეც საზისხრობა, ეგეც ერთი მარაზმი, რომ მასე უწე რაღაცას უსპამავენ, ეხლა რა სიტყვები ვისწავლე კიდე იქანო იტყვი. ხო და მიდის ეს ერთი და იგივე კომენტარები ლენტაში და ისიც ხანა გიждდება, ხანა რა ვიცი რა. ხო და იმის თქმა მინდა რომ ვინც TikTok-ზეც ხართ მეთქი და TikTok-საც ადევნებ თვალს, აუცილებლად ხო გეცოდინებათ. მე პირადად თავიდან თუ არც ისე ვიყავი განწყობილი და არც ესე ამ ქეთუაზე ძალიან ცუდი აზრის ავარ ეხლა. განა იმიტომ არც არავის არაფერს არ უშავებს, რო ვთქვათ, რა ვიცი, უფრო თავის თავს უშავებს, როცა ენას წაიგდებს ხოლმე, თავის თავს ავნებს უფრო მეტად ხოლმე, რა ვიცი, არ ვიცი, მაგრამ რის თქმა მინდა იცი, აი ესეთი ეშმაკი манипуляტორი. ხო, მე ზოგს ეწოდება ეს ქმარი, რავი, ახალგაზრდა ბიჭი ყავს ქმარი, ქმარი დაუძახოთ ქმარი, მაგრამ ეწოდება, მე არ მეწოდება. აი როგორ ყავს და გამოჭერილი და არა, იმას უნდა ის როგორც არის გამოჭერილი, იმიტომ რომ დღეში 2 პაჩკა სიგარეტი, 10 ჭიქა ყავა, ამდენი არაყი და ღვინო და კოკა-კოლა და ისა, მაგას სხვა არავინ არ უყიდიდა და მუშაობა იმას არ უნდა კიდე და რა თავისთავად თვითონ არ ეწოდება, მე რა მეწოდებოდეს, არ ვიცი. ყველაფერი აქვს როგორც უნდა, საჭმელი, ზაზმელი, არ ვიცი, როგორც კიდე მოკლედ ეგ არასერიოზული თემა არა, მე მაგას არც განხილვას არ ვაპირებ, არც არაფერს, იმიტომ რომ აბსოლუტურად მიუღებელი ადამიანია ეგ ჩემთვის, ქეთევანა. ხო და აი და ეს ხალხი კიდე, ხალხი ოღონდაც მაგის ხარჯზე რომ გაპიარდნენ, ან ცოტა მეტი გამომწერები აკრიფონ, მაგას ერთვებიან და დიდი ამბავია იქა და ის ადამიანები კიდე ჩემ თვალში არიან საცოდავები. აი საცოდავები ქალბატონო ქეთევანთან პირში რო ელახუცებიან თქვენაირი მომღერალი არავის არ აყავს და თქვენაირი მოკლედ რა წავედი იმასაც აღჭერა წავედი ხალხო დიემშვიდობებით ეხლა მე თქვენ ხო რამდენმა კომენტარმა იმ ვიდეოში რამდენჯერა ვთქვი ეს სამკაულები მეთქი და გადახვევით რო უყურებთ და ზოგი ბოლომდე არ უყურებს აი მაგის ბრალია ეგა კიდე კომენტარებში მიწერდნენ სად არის ეგ სამკაულები ეხლა TikTok-ზე ყოველ მეორე არის სამკაული სკრინი ჩამიგდეო ვერც სკრინს ჯერ ერთისად ჩაგიგდოთ სკრინი არც სკრინები არ მაქვს არც დასკრინები და არაფერი არ მაქვს გითხარით რო ქვია ნანიკოს სამკაულები ნანიკოს ვერცხლები არა ნანიკოს სამკაულები ქვია ეხლა შვებულებაშია ჯერ არ გამოსულა არ ვიცი დღეს გამოვა არ გამოვა ხვალ როდის იქნება არ ვიცი მაგრამ ყველა მეორეს რო დაიწყებ TikTok-ის ასკროლას ძალიან ბევრმა დაიწყო ამ სამკაულების ბიჟუტერია ფერის დაცვით ყველა ყიდის და ნანიკოზე უფრო დაბალი ფასები აქვთ მაგრამ მე როგორც ვუყურებ ხარისხი იქნება სხვადასხვა და ერთმა არ ვიცი ვინ არის მე კი კომენტარი დაუწერე რომ შენ გაგიმარჯოს ღმერთმა სიმართლეში მეთქი თქვა ყველა ერთი და იგივე იმიდან მიწერთო მაგრამო იქო არისო ხარისხებითო ზოგი იწერსო მაღალი ხარისხისასო ვინც ავყიდითო რა იმან თქვა
ზოგი ვიწერთ დაბალი ხარისხისა, ზოგი საშუალო, ზოგი მაღალი ხარისხისასო და იმის და მიხედვით არისო ფასებიო და ნუ გაგიკვირდებათ ნურავისო, ზოგან თუ ძვირი იქნება, ზოგან იაფიო, იმ იაფს მალე გაგივართ ფერიო, იმ ძვირსო ცოტა უკეთესი ხარისხი აქო და იმას მე დაუწერე რომ შენ გაგიმარჯო სიმართლეში მეთქი რა, რომ იმიტომ რომ ზოგი იძახის მე ასეთი მაქვს, მე ისეთი მაქვს თქვა სიმართლე. ხო და ჩემთვის ახლა მე მაგ კიდევ მეორე ცუდი მალე ვაუფერულებ ყველაფერს. ოქროთი დაფერილი ვერცხლს რო ვყიდულობ, იმასაც მალე უღებ ბოლოს და საყურეები ეს არა, ბახჩები მაგალითად და ბახჩები არა და კიდე მეორე მოგრძოები რომლებიც ამ მქონდა. ორი თვია მიკეთია თითქმის ყოველ დღე არაფერი არ მოსულია ჯერ. აი ეს არ ვიცი, ეს მეორე მესამეც მიკეთია ეხლა და ნახოთ რას იზავს ცეპი, იმიტომ რომ ცეპს მე ძალიან მალე ვაშავებ და ვნახოთ თუ ხარისხი აქვს, მოგახსენებთ საყურეებს ზუსტად დანამდვილებით ვამბობ, რომ ჯერ არაფერი არ მოსულია. მიკეთია ყოველ დღე იმაშიც, სიცხეშიც, წყალზე არ დამისველებია, როვბანაობ ხო რა, როვბანაობ არ მიკეთია. ვიხსნი და ისე შევდივარ ყველაფერს ხო და რავი, ნანიკოს სამკაულები, ასე ქვია. ხო და იქ ვინც დამიწერა, მაშინ ხანდახან რომ კომენტარების პირველი რამდენიმე დღე ბრუნდები ხოლმე კომენტარებზე და ხან მანქანაში ვარ, ხან რო და ვერ უპასუხე იქვე და ჩამჩატვიში. მე ხო რაღაცა ჩამეჭედება ხოლმე და ესა. რო ვერ უპასუხე. დანარჩენი არ მახსოვს არაფერი, თუ მე რამე შემეკითხა და ვერ უპასუხე, მე მაპატიეთ. წავედი ახლა მე ინოჩენტეს ისევ ჩაგაბარებთ. აბა თქვენ იცით, კოცნით ყველას აბაჰე და აბაჰო, წავედი. როდის მოვალ, არ ვიცი. ტყუილები აღარ მინდა.